მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ეს იქნება ვიდეო, რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა ჩემს არხზე ატვირთული. ეს იქნება პოდკასტი, იქნება ბებია ჩემთან ერთად. ბუბსიკას ყველა კარგად იცნობთ კახეთის ვლოგებიდან. ყველას ძალიან გიყვართ და ჩემს არხზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ვიფიქრე, რომ ძალიან მაგარი იდეა იქნებოდა, თუ ესე პოდკასტს გავაკეთებდით და მოვაყოლებდით ბიოგრაფიას. სად დაიბადა, სად გაიზარდა, ბავშვობა, ახალგაზრდობა, ყველაფერი აბსოლუტურად. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო და ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას გავიგებთ. შენ რაც ფიქრობ? მე რაც შემიძლია, ყველა პასუხს გაგცემო. დავიწყოთ მოკლედ შენი ცხოვრების ამოქეკვა. პირველი თემა, რითიც უნდა დავიწყოთ, ეს არის ბავშვობა და ადრეული ცხოვრება. რა არის შენი სრული სახელი და ვინმე სახელი თუ გქვია? სახელი ჩემმა მამიდამ დამარქვა. ჯერ გაჩენილიც არ ვიყავი, თბილისში ბაზარში ყოფილა რაღაც და ვიღაცა ბავშვს დაუძახა. დედამ დონარა. ხო და ჩემი რძალი ორსულად არის და თუ გოგო გაჩნდა დონარას დავარქმევ და მქვია ჩემი საყვარელი მამიდას დარქმეული სახელი. შენი გვარი საიდან არის? ჩემი გვარია ბებო დასავლეთიდან, იმერეთიდან. ბებია და ბაბუა იქიდან წამოსულები არიან, ხარაგაულის რაიონიდან, ცხელაძე ძალიან ბევრები არიან იქ და 10 შვილი ყავდა ჩემ ბებიას და ბაბუას. ვაუ! დასახლდნენ ვარდისუბანში და მეც იქ გავჩდი ვარდისუბანში. მამაჩემ ცოლი მოიყვანა. მეორე ქუჩაზე ცხოვრობდა ელიკო ბაბუ. შენი დედა? ჩემი დედა და ასე უყვარდათ ერთმანეთი, სანამ სამხედროში წევიდოდა ჩემი მამა თურმე უყვარდათ ერთმანეთი და ჩამოვიდა და მოიყვანა. მე დავიბადე 1959 წლის 13 მაისს სოფელ ვარდისუბანში. რამდენი წლის იყო შენი მშობლები, რამდენი? ჩემი მშობლები 19-21 წლის იყვნენ. მართლა, უფრო პატარა საქმე ველოდი იმ დროისთვის. ხო, არა. მამამს სამხედრო მოიარდა, მერე მოიყვანა. როგორ გამოიყურებოდა სოფელი, სადაც გაიზარდა? ახალი დაწყებული იყო მაშინა სოფელი, ბაბო, ძალიან კარგად მახსოვს. სახლის წინ ყველას კაკლები, დიდი განიერი ქუჩა არის დღესაც და მაშინაც ასე იყო. მაშინდელ დროში ლამაზი იყო და ახლა რო არის ისეთი ლამაზი კი არ იყო, მაგრამ ეხლა მოგვიყევი შენ სახლზე, აი როგორი სახლი გქონდათ და რა გახსოვს? პირველად მქონდა მიწაზე დადგული ერთ საფეხურზე 1-2-3 ოთახი და გვერდზე იყო გადახურული მარანი, სათორნე, ფურნე, წისქვილი, მქონდა პაპიას, მქონდა სამჭედური. ანუ თქვენ როგორც ძლიერი ოჯახი ეგრე ითვლებოდით? კი, ძლიერი ოჯახი. ასე რომ 10 შვილი იყო, ყავდა ჩემ ბებია ბაბუას, მაგრამ კარგად ჩვენთან მოდიოდა. გამოდის რომ რამდენი მამიდა გყავდა შენ? 10 დედმამის 7 მამიდა მყავდა. ეხლა მშობლებზე მოგვიყევი, აი როგორი ადამიანები იყვნენ, თუ ჰქონდათ რაიმე საქმე, რაღაცა კონკრეტული პროფესია? კოლმეურნეობა იყო, არაფერი პროფესია ბებო, არაფერი. კოლმეურნეობა იყო, მუშაობდით, თამბაქო იყო. ეგ პერიოდი, აი თამბაქოს პერიოდი საკმაოდ გაგრძელდა, იმიტომ რომ მე ჩემ ბავშვობაში აი იქ რო ისხედით მანანა ბიცოლასთან ეგ პერიოდი მახსოვს, რო აცვამდით ხო? დედამ 5 შვილი გაგვაჩინა, 3 ბიჭი და 2 გოგო ვიყავით და აი ეგ უნდა მეკითხა დაძმებზე. როგორ იყავით, აი შენ უფროსი იყავი თუ როგორ? არა, ჩემზე წინ აბოძია იყო, ბებო, ალბერტი ძია იყო. შენ იყავი მეორე? მე მეორე ვიყავი. შენ იყავი მეორე. მერე კირკიტა შოთაძია. ხო. მერე ვაჟაძია. აჰა. და მერე ნინო ბებო ახლა რომელიც ყველაზე ბაზუნა. პატარა ნინო და ყველას დიდი. ნინო ბებო დაიბადა 5 კილო და 800. თითქმის 6 კილო დაიბადა. 6 კილომდე გოლიათი გაჩნდაოს ლაგოდეხი იყო ის შეძრული. ეს იცით რომელი ნინოებოა თქვენ ჩემა კახეთის ვლოგის აქტიურმა მაყურებლებმა იცით ორჯერ გამოჩნდა ვლოგში, ერთხელ მანქანა რო გავაფერადეთ და მე რო გაჩვენეთ და თქვენ ორნი რო იყავით გარეთ გავუსული და მეორე რაღაცა მე მგონი აღდგომის თუ შენი დაბადების დღის პერიოდი იყო და აქ არის რაღაცა საქმეებშია, რაღაცა საწყობს. ოე, როცა ჩამოდის აბა საქმიანობს აგვავა, მაგას რა გააჩერე. როგორი ურთიერთობა გქონდათ დაძმებს, აი ჩხუბობდით ხოლმე თუ აი არა, ბაბა, ხო 5 შვილი ვიყავით, 5 დაძმა. ბაბა, ამ ჩხუბობდი. ერთ ოთახში ვცხოვრობდით 5 დაძმა და დედა და მამა და ბაბო და პაპა. ერთ ოთახში ერთ ოთახში ცხოვრობდი და დაძმები 5-ვე ერთად ვიწექით ერთ ოთახში ხომ. ძალიან კაი დაძმობა მქონდა და გვიყვარდა ერთმანეთი, ბაბა. სკოლაში თუ დადიოდი, რომელ კლასამდე ისწავლე და აი როგორ გახსენდება ხო აი დადებითი ემოციები მოაქვს სკოლას შეთვის, უარყოფითი თუ აი რა? სკოლა ჩემთვის იყო არ ვიცი. სკოლა მიყვარდა ძალიან. დიდათ რო გითხრა რომ გადასარევოთ
სწავლობდი არა, მაგრამ მასწავლებელი რო გამიძახედა დაფასთან, ხო? თავარია სათაური მწოდნო და გაკვეთილი. აჰა. ეს რომელი გაკვეთილი ძინა ყოფილა იმ სათაურზე ავაგედი თელი ისტორია. ვაიმე, მაგაში მე მგონი დაგემსგავსე ხო ის. ანუ სიტუაციიდან გამოძრომა შენი ძლიერი მხარეა. და არ გეგონოს 300-ს დამიწერდნენ ანა, 400-ს დამიწერდნენ. აჰა. კლასელებთან როგორი ურთიერთობა გქონდა? ძალიან კარგი. რამდენი იყავით? რამდენი ვიყავით და 26. რასალბო? 26 იყავით ძალიან კლასში. ბევრია. იმ ძალიან უყვარდი, ძალიან გიჟვაც მიძახდნენ. მართლა? ცელქი იყავი? ძალიან. მაგაშიც დაგესგავსე. აი, ზოგიერთი კლასი და ეხლა შორს რო არ წავიდეთ თუნდაც ჩემი კლასი, მე ძალიან იფანტება ხოლმე და თქვენზე მახსოვს რომ აი, რავი, რამდენი წლის ბანკეტი გადაიხადეთ? 10 წლისთავი გადავიხადეთ პირველად. არქადითხა და 50 წლისთავი გადავიხადეთ. აი, მახსოვს ხო? ვინც ცოცხლები ვიყავით, ყველა ვიყავით იქ. მახსოვს, რაღაც ვიდეოც ხო გადაიღეთ? კი, ისიც გვაქვს, დისკი გვაქვს. კი, ანუ ის ყავდათ დაქირავებული ვიდეოგრაფი. ხო. შეხვათ ამ სკოლაში ავიდნენ, თავის კლასში დასხდნენ. მასწავლებელი მასწავლებელიც ხო იყო? ერთი მასწავლებელი იყო ცოცხალი და სია ამოიკითხა. მახსოვს ეგ ვიდეო. ეხლა შენს აი სკოლის გარეთ ყოფაზე მაინტერესებს აი რომ მოდიოდი რითი თამაშობდით ან ბავშვები აი სოფელში რითი ერთობოდით ხოლმე? ჩვენ თამაშობდით იმ ხელა ქუჩა ქონა, იმ ხელა ფლანგაობა, შვიდკენჭაობა, წრეში ბურთი, რა ვიცი, ძალიან დიდი მხიარულობა. აი ესე იგი ბავშვობა კარგად გახსენდება რა. კი, კარგად გახსენდება. ამ პერიოდიდან რა კითხვაც დამრჩა, აი შენი ბავშვობის პერიოდიდან, შენი ფიქრები თუ გახსოვს და აი რამე სურვილები ან რაღაცაზე თუ ოცნებობდი ხოლმე, აი რა იყო ისეთი ბავშვის გულს რა უნდა და ჩვენთან თბილისიდან ჩამოდიოდა დუკრი ერქვა ამბიცდა. მიყვარდა ეს დუკრი ძალიან ისე მიყვარდა რომ ყველას გვიყვარდა სკოლაში. დუკრი რო ერქვა ჩემ გუნაბაში ვთქვი რომ მე როცა გავიზდები და რო გავთხოვდები და როცა ბიჭი მეყოლება ჩემ შვილს დუკრი უნდა დავარქვა. მაიდან მოდის ესე იგი, ეგეც იმდენად ლამაზი იყო, იმდენად კარგი იყო და დახატული. იცი რა მაინტერესებს აი დღესასწაულებს ან თქვენს დაბადების დღეს როგორ აღნიშნავდით ხოლმე? არა, ეგენი არ მახსოვს ბაბ. ეგენი არ გახსოვს? არ მახსოვს და არც არავის უღნიშნავდა. ანუ არა გეტყვი. არა, ეგ მაგასეთი რაღაცები არც არწებობდა. ვიროის დეიბა და ეგ რაღაც ტკბილის ან ტორტის ან რაღაცა ეგეთი. უიმე ტორტი კი არ. ეხლა უკვე გადავიდეთ, როგორ შეხვდი შენს მეუღლეს, შოთა ბაბუას, ან როგორ გაიცანით ან საერთოდ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? 10 კლასი დავამთავრე. ძალიან მინდოდა სწავლა ბაბა, მაგრამ საშუალება 5 შვილი ვიყავი და არ იყო. ხო, ბუნებრივია, ხო. ჩემზე ნაკლებად სწავლობდნენ და იმათმა დაამთავრეს უმაღლესები და სადღაცა გულის წყვეტა მქონდა. მაგრამ რა უნდა მექნა, ხმას ვერ ვიღებდით. ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ არ იყო მაგის საშუალება მაშინ. ხო და რა 17 წელს ვიყავი. ბაბუა ახალი ჩამოსული იყო სამხედრო და იმას უთქვია მე შაშია ბებიასთვის რომ ერთი კაი გოგო მყავს აიბოვშიაო, ახლა დაამთავრა სკოლაო და ეძებდნენ ესენ თურმე საცოლეს. ახალი ჩამოსული იყო სამხედრო და ეძებდა შოთაი. რამდენი წლის იყო? შოთა იყო 22 წლის. შევედი შიგნიტკენ გადამხედე, გადმოხედე 17 წლის ვიყავი რამე ჩქერებოდა რომ. გარეთიდან რომ შედიოდი რომ შევხედე რა ლამაზი ბიჭია ნეტა ვინ არის თქო. ხო, არ იცოდი ჯერ. არ ვიცოდი, თუმად მიმიტყუეს იქა. მე შევედი და ეგეთ შემოვიდა მე უკან და მე ლაპარაკში იქით-აქითკენ დონარი ვასიასია რომ გითხრათ პირდაპირ აგერ ბიჭია და აბა რა სიტყვიო და ანუ ეს ერთ ნახვაში ხდებოდა ხო? ერთ ნახვაში. მე კაი რა. ხო და მე კიდე ახლა რომ შემეკითხე ქე გავჩუმდი. ბასი ჩუმე იმის ნიშანია და ქორწილი გადაგვიხადე და ასე გავთხოვდი ბაბო 17 წლის 18 წლის გავხდი ამათხელში. 19 წლის არ ვიყავი მამიკო რომ მეყოლა შენი მამიკო. ასე დავჭი ომიაძებს. და ეს როგორი აღმოჩნდა ბაბუა ჩემი, აი როგორი ტიპაჟი იყო, როგორი პიროვნება იყო, ურთიერთობაში კომფორტული იყო? ძალიან, შოთა მართლა კარგი იყო ბაბა. ამას ცოტა ბებია და ბაბუას არ მომწონდი თოხი და ბარნა დავკავე. ხო, დედამთილს და მამამთილს ხო? ხო, მაგრამ შოთას ბაბა იმას ჩემთვის თოხია დაუკავებია და არაფერი. არა თოხისთვის არ მომიყვანია შვილები გამიზარდოს იქანავ და რასაც აკეთებს ბოუშიერიო იმას შეეგუეთო. როგორი გრძნობა იყო შენთვის დედა რო გახდი?
რამდენი შვილი გეყოლა და როგორ ზრდიდი? აი ყველაფერი ყველა მეუბნეოდა, სულ გეძინებაო და გოგო გეყოლებაო. ორსულობაზე. არა, ბიჭი მეყოლება, ნუკრი მეყოლება, ჩემი ნუკრი მეყოლება, თქო, ნუკრი მეყოლება, გოგო არ მეყოლება პირველი, თქო. გაჩნდა ჩემი პირველი სიცოცხლე და ბედნიერების მომტანი ჩემი ნუკრი და ბოლოს ბედნიერება ისევ მან წარმართვა და სიხარო. გავზარდე შვილო, პატარა ვიყავ, მაგრამ ნინო რო გაზრდილი მყავდა მე და ნინოს რო გოუვლიდი, ყველაფერი ვიცოდი ამის ბავშვის გაზრდისა. მე წელინახევრის შემდეგ ხათო გამიჩნდა. ის კი ვიცოდი რომ გოგო იყო და ხათუნად უნდა დამერქნია. ნუკრი გასაგებია და ხათუნა საიდან? ხათუნა ისე მიყვარდა, რა ვიცი, მე მიყვარდა. არავის სახელი არ დამერქნა, მე მიყვარდა ხათუნა. ეხა მამიდაზე მოგვიყევი. ხათუნა მამიდა პატარაობიდანვე ახტაჯანაი, რასაც ქვია. და ძალიან ის იყო ცელკი ბავშვი იყო და ყველას უყვარდა სოფელში. შავგრემანი იყო და ეშხიანი, ძალიან ლამაზი იყო პატარაობიდან. ხო, ფოტოებში. ხარქათაც ვაცვენდე და მამიკოსაც და იმასაც. სამხედრო რამდენი ხანი გრძელდება? 2 წელი იყო. და რა ტიპის დატვირთვა იყო? აი რას ავარჯიშებდნენ? კი, არ კარგად იყო ბებო. ჩვენ ორჯერ ჩავედით იქა, 24-ით ორჯერ ვიყავით. სად იყო? ვოლგოგრადში. რუსეთი. ხო, რუსეთში. 6 თვე რო გევიდა უკვე არ ძლევდი და ცუდად ვიყავი და შოთა მითხრა შენ ცოტა არ გაგიჟდი ახლა მოდიო და გევემბზადოთო გაზაფხული იყო. მანქანის წახვედით? ვოლგით წავედით დავადექით ნამდვილი და შევედით კოტელნიკოვაში. როდევინახე კოტელნიკოვა ეწერა, სოფელი იყო. ვაიმე რა დამემართა. არ იცის მამა შენა. ხო რა თქმა. რო ჩავდივართ. შოთას უთხარი შენ გადმოდი მანდანა დამაჯერე საჭესთან და სიგნალი უნდა მივცე ნუკრის და ამ სიგნალს გეიგებს მეთქი. გევიხედე და მორბის. ასე კარგი არის. რო გავხედე ნუკრი მორბის. მეც ახლა ფეხზე მაცია შეხსნილმა გამისიდა ფეხები და რო გადავხდი და ეს ცალი ის მეცო ბატინკი სად გადავარდა იქითკენ ვეძებეთ მე. ხო და კარებში რო დევეტაკეთ შევხვდით. ეხა ის მოგვიყევი. მამამ როგორ გაიცნო დედა? იქ რომ მივიდა დაინახეს ახლა მოეწონათ ერთმანეთი არ ვიცი რანაირად კეთს ყველაფერი. მე საერთოდ არ ვიცოდი. და დედიკო იცნობდა ნუკრის, მაგრამ ნუკრი ვერ იცნობდა დედიკოს. ანუ იმიტომ რომ მამიკოს ყველა იცნობდა ბაბა ახალგაზრდა. მართლა? ყველა იცნობდა ბაბა. პოპულარული შენ თავს პიცავარ. ვაიმეო, არ გოუშვათ ეგოგო ხელიდანაო. ძალიან კარგი ხალხი, დედაც და მამაც და თვითონაც სკოლაში სწავლობდა ფრიადოსანი, სწავლა უნდა გაგიჟებულია სწავლისთვის მედიცინაში არის ასე. მეც მეტი რამინოდა. ერთხელაც არის და ემზადება. დედა რა შევიცვა, გამოუტან თეთრი შარვალი, თეთრი საროჭკა, თეთრი სალამადრები, თეთრი ნასკები. თეთრები უყვარდა ხო? მეც მიყვარდა და მეც ძალიან მიყვარს. და მაგულის თეა ისე დაუტკიცინებდა ხოლმე იმის სულს ვერაცვალა ფერთ. უკვე მივხვდი სადაც მიდიოდა რომ მოვიდა. გვიან მოვიდა. მე ვთხარ დედა, რა ვარ საქმე მოგვეწონა. როგორ რა იცი შენ რა მე ვთხარი მე კოდენინო ვერ მჯობია მე აქ გულჩიტმა მომიტანა ამბავი რომ შენ გოგოს შეხვდი იქა მეთქი წევედით მე და ჩვენ და დავნიშნეთ შევედით მივედით გავაშკი შეხვდნენ ძალიან ძვირფასად კარგად რამე აკეთე ხო მას კარგად აცვია თეთრი თმებია გაშლილი თეთრი თმებით ვიცანი თეთრად ქონა შეღებილი დაყრილი კულულები ლამაზად ხო გძელი ლამაზი კარგად იყო რა რო შევყედე იმ წუთიდანვე ისე შემიყვარდა დამელაპარაკა თუ არა და დევილაპარაკეთ დედა შენმა ისეთი შთაბეტილება ჩამეტოვა ჩემ გულში რომ არ ვიცი ისეთი აი ხო იცი როგორ ხო ისე ლამაზად მელაპარაკა ყუში ჩამსურშულა დედა კაი კალიცო მქონდა ნაყიდი კაი ბეჭედი და კაი ცეფი თავის კულონი კაი ესე იგი დაქორწინდნენ მოვიდა დაიწყეს ცხოვრება და მაიდან რა ხდება
აქედან მამიკოს მიყავდა სასწავლებელში მოყავდა ხოლმე. ეკას უნდა და ექიმობა. ექიმობა რა თქმა უნდა. გულში მქონდა ჩაჭირო რა ასამო. როგორც გინდა გაგვიჭიდეს უნდა ვასწავლოთ. ბაბუა შენი კიდე ისეთი იყო შოთაი. ოღონ ნასწავლდა ესწავლა და კალოშემ შეიცმებდა. დახეულ კალოშებს ოღონ ეკას ესწავლა. სწავლობდა მაკარკად. 9 თვის რო გახდა ჩამოვიდა გაჩნდი შენებაბო. 2 კვირის დაგიტოვე, 2 კვირის. ვაიმე ნეტა იმ შენი დედა შენი გენახა მაშინ რანაი გულით მიდიოდა ეკა. უგეშინია დედა მე ამას არ ვატირებდი და ისე მოვლი შეზე უკეთესად მოვლიდე და მართლა გეუბნები შვილო არინევრიულო შენი სწავლე. თან უკარჩება ფეხები და თან ვერ გელევა, მაგრამ რა ეკნა ბაბა. შენც გაგზარდე ძალიან ცუდი საზდელი ყავი, მაგრამ დედა შენს არ ვეთყოდი არც ერთხელ რომ აი ასე ტირის ასე ხან მუცელი გტიოდა ხან ყურები გტიოდა ხან რავი ღამე ძილში ტიროდი საერთოდ არ მეძინა ბაბუა მიწყოდა ხეს ძალიან შოთა ბაბუაი დღე მე ის წევიდოდა იქ მუშაობდა დღე კარგი იყავი რაცა იქანა გვედგა უშეთკაი რომ მოვიდოდა ხოლმე ნაკვეთიდან ეგ დაჯდებოდა საჭმელს ვიჭამდა წევიდოდა წამოწევოდა წაგიყვანდი შენ დაგაჯენდი ახანა მუცელზე და გაათამაშე და მე ვრეცხლდი საჭმელს უკეთებდი ჩქაჩქა დავრეცხლდი შენებს ყველაფერს რამე წაკეთდი რას მაჭვევდი ხოლმე გრეჩეხას სახში ვიმაშვებოდი ვამტრებდი გრეჩეხას მე ფაფას ვაკეთებდი იმას გაჭვენდი მე ძეში ერთ-ერთზე გოდოურებდი ის გიყვარდა ძალიან მე მაწონის სულ ქონდა და მე 6-7 თვის ყველაფერს გაჭვენდი გოხტად რამაზა აი შეიძლება გავყოფებდი ხალხო სულ გადავაყრიდი ხოლმე ყველაფერს საქმეს ეკა ექიმი რო დადიოდა ხან სტაჟირებებზე და ხან იმებზე საავადმყოფოებში ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში დონში კი დადიოდა ხოლმე ჩემს მშობელთა კრებაზე და რას გეუბნებოდნენ ხოლმე ძალიან კარგი მოსწავლე იყავი ბაბო და ძალიან ადვილად ითვისებდი ძალიან კარგი აი გონიერი ბავშვი იყავი ძალიან აი ისეთი არაფერი უთქვამთ მშობელთა კრებაზე ცუდი არასოდეს ხან პირველი შენი ჯექი მატარებელში და ხან ჭედლიძის ბიჭი იყო ისიჯდა ხოლმე და ორივე ხუთოსანი იყავით ორივე კარგები იყავით მოკლედ ჩვენმა დამრიგებელმა გააკეთა ესეთი რაღაცა ქსოვილისგან ჩვეულებრივი ფერადი ქსოვილებისგან შეკერა მატარებელი და ეს მატარებელი ჩამოკიდა კედელზე მატარებელს ჰქონდა პირველი ვაგონი მეორე მესამე მეოთხე რაც უფრო მეტად გამახარებთო და რაც უფრო უკეთესად ისწავლითო ამ ვაგონშიო წინ და წინ წამოგიყვანთო რა და მე და გიორგი მჭედლიძე მახსოვს აი ეხლა ძალიან წარმატებულია გიორგი და Facebook-ზე მეგობრებში მყავს და სულ უყურებ ხოლმე და ძალიან მიხარია ხოლმე მაგისი ესეთი წარმატებები და ხან მე ვიჯექი ვაგონში პირველი ხან ის მაჯობებდა გადმოვიდო და აი სულ ეგრე ჭიდილში ვიყავით ხოლმე რა როგორი გაპრანჭული მოდიოდი ხოლმე მე ყველა შენზე ლაპარაკობდა რომ ეს ბუნარი ბიცოლა და რა გამოიპრანჭებოდი ხოლმე და მოდიოდი ასე იყო მე გვანცა გაჩნდა გვანცა უკვე დედიკოს დამთავრებული ქონდა სასწავლებელი კი გვანცა ნაკლებად არის შენი გაზრდილი უფრო გაზრდილი როგორ ახლა იმან ხო მაგრამ დედა უკვე ლაგოდეხში დაიწყო და თელი დღე მე მყავდა გვანცა და მე უვიდი ლაგოდეხში დადიოდა პრაქტიკებზე ხან ჩვენთან აქა კარდიოლოგიაზე რამდენი წელია ისე სწავლობს არა? რომელ წელს დააწყებინებთ? რამდენი წლის იყო რომ დააწყებინებთ? აღარ მახსოვს და 19 მე მგონი. ისწავლა ზუსტად 13 წელიწადი ისწავლა. და მე 14 წელიწადს უკვე ექიმი გახდა. ხო და ანუ იმის მერეც მაინც სულ უნივერსიტეტებში დადის და ანუ იცი როგორი სფერო არის სამედიცინო თუ ძალიან არ გიყვარს სწავლა და თან მთელი ცხოვრება არ გინდა რომ ისწავლო, მაშინ არ უნდა აირჩიო რა. რომ ახლაც რომ მოდის ხოლმე დედა, ოხ დედა. ვაიმე რა ლექციები იყო ბუბკასავეთ ვიჯექთან ასე რომ სულ ყველაფერი შევისრულე ყველაფერი ვისწავლე თან ასე განცხრომით რომ ლაპარაკობს ხოლმე თან ერთ რუეულს ავსებს თან წერას თან როცა ლექციებზია და იქ გადის თუ ექიმი ხარ ეგრე უნდა გიყვარდეს რა არა ნორმალურად უნდა გიყვარდეს ეგ სფერო თორე უყვარს კი არა არ ვიცი მაგის ჰობია დედა მედიცინა პირველ და მერე ეზო ხო გამწვანება ეზოს კი ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის და ახლანდელ პერიოდზე რა სიტყვი ახლანდელ პერიოდში მამაშენმა ძალიან სიხარული და ბედნიერება მომიტანა რომ გამიჩნდა და ვიყავი ბედნიერი ბაბა მაგრამ აგერ უკვე 14 წელიწადი გახდება ის აღარ მყავს და ჩემი გული თქვენ მყავხარ კარგები იმ მამიკოს გული არასოდეს არ გამთელდება 100 წელი რომ ვიცოცხლო ის ნახევარი გული მაგრამ
თქვენ ხართ კარგები, დედაშენი მყავს კარგი, იქიდან მამი და ყველანაირად მამი და შვილები შენი და ბედნიერი ვარ თქვენი ბაბო და გახარებული შენი დედიკოთი, შენი მამი დათი, ბედნიერი ვარ, მართლა ბედნიერი ვარ ბაბო. მიუხედავად იმისა, რომ მამიკო არ მყავს, მაგრამ არ მით. გახარებული იქნება იქაც, რომ მე რო ასე ყველანაირად ბედნიერი ვარ ბაბო. ეგარი შენ მამიკო მიკლავს გულსა და ამას რა ვიცი, რამდენი წელი უნდა გევიდეს რომ ჩემო გულმა იმ კუნჭულმა გაიხაროს და იმ გულის კუნჭულმა რომ არ ვიცი, არა მგონია. მოკლედ, ამით დავასრულებთ მეგობრებო დღევანდელ ვიდეოს. ნუ ნაწილობრივ გაგიცნეს, ასე თუ ისე, ხა მთელ შენს ცხოვრებას ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევდით. 76 წლისაა ბუბსიკი და წარმოიდგინეთ რამდენი რამ ექნება გავლილი და ნანახი. მაგრამ რაც ძირითადი იყო და რაც მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ვეცადეთ რომ მოგვეყოლა. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ვიდეო. მსგავსი ტიპის ვიდეოს ჩაწერა საერთოდ პირველად ვცადეთ და იმედი მაქვს საინტერესო იქნება თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ბოლო პერიოდში ძალიან კარგად მივდივართ და ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება კიდევ წინ, ამიტომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან და ლაიქეთ ვიდეო. მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.